ცოტა ხნის წინ დასრულდა გამოკითხვების სერია გენერალურ პროკურატურაში. დღეს მთავარ საგამოძიებო უწყებაში ერთმანეთის მიყოლებით იკითხებოდნენ ვეტერანები, გენერალ-მაიორები და მათ შორის მათთან ერთად დღეს გამოიკითხა გამომძიებლების წინაშე კითხვებს პასუხობდა პაატა ზაქარეიშვილიც, ვინც აფხაზეთის ომის დროს აქტიურად იყო ჩართული ტყვეთა გაცვლის სამუშაოებში, ამ აქტიურ პროცესში იყო სამთავრობო კომისიის პროცესში ჩართული და რა თქმა უნდა დღეს მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა თითოეული მათგანის გამოკითხვა და კითხვები პროკურატურისა და გამოძიების მხრიდან შეეხებოდა სწორედ აფხაზეთის ომის პერიოდს და ტყვეთა გაცვლის ეპიზოდს, გამომდინარე იქედან, რომ სწორედ ამის გამო დაიწყეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ ორი მუხლით გამოძიება, რაც საბოტაჟს და სამშობლოს ღალატს გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ პაატა ზაქარეიშვილმა დღეს პროკურატურის დატოვების შემდგომ ვრცელი ინტერვიუ და კომენტარი გააკეთა მედიასთან. ის საუბრობს იმაზე, რომ აღნიშნული განცხადებისა და ინტერვიუს შემდგომ ნამდვილად არ უნდა იყოს დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა და ის ამბობს იმას, რომ მართალია არანაირი არც ტყვეების დახოცვას ან თუნდაც დახვრეტას ადგილი არ ჰქონია. ის ამბობს იმას, რომ ეს არის უბრალოდ გიორგი ბარამიძის მოსაზრება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ეს არ უნდა გახდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის და დევნის საკითხი და ის ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ გიორგი ბარამიძე ტყვეების გაცვლის პროცესში აქტიურად არ იყო ჩართული, ის ფორმალურად იყო ამ პროცესში ჩართული და შესაბამისად ეს რომ ასეც ყოფილიყო, თუმცა უარყოფს ამ ყოველივეს ამის შესახებ ინფორმაცია ფიზიკურად გიორგი ბარამიძეს ვერ ექნებოდა და სწორედ ეს მოყავს მთავარ არგუმენტად, რატომაც ეს არ არის იმის მანიშნებელი პროკურატურისთვის, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა იყოს დაწყებული. რაც შეეხება ვეტერანებს, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდნენ დღეს პროკურატურაში, ისინი ამბობენ იმას, რომ კრიტიკულად აფასებენ გიორგი ბარამიძის ამ განცხადებას და მიუხედავად იმ განცხადებებს, რაც შემდგომ უკვე გიორგი ბარამიძისგან ახსნა განმარტებები მოისმინეს, მათთვის მაინც შეურაცხმყოფელი იყო აღნიშნული განცხადება და მათი თქმით ეს არის ნამდვილად დანაშაული, თუმცა ასევე ნაწილი მათგანი ამბობს იმას, რომ მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლებრივი ნიშნებისა ამ საქმეში მისი დაკავების მომხრეები ისინი არ არიან და მათ შორის მოითხოვენ, რომ საჯარო ბოდიში მოიხადოს გიორგი ბარამიძე. ვიყავი კოორდინატორი უხეშად თქვა, თუმცა ხელმძღვანელად ვითვლებოდი იმ ჯგუფისა, სამუშაო ჯგუფისა, კომისიისა, რომელიც მუშაობდა ყოველდღიურად ტყვეთა გაცვლაზე, მოლაპარაკებებზე, დევნილების გამოყვანაზე, გადმოსვენებაზე. ომის დასაწყისში გია ბარამიძეც იყო აი ამ კომისიის წევრი, სახელმწიფო შექმნა კომისია, მაგრამ მე სულ მალე გახდა პარლამენტის წევრი და უკვე ამოვარდა ყოველდღიური მუშაობიდან. გია ბარამიძე ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ანუ ის ყოველდღიურ საქმეში არ მონაწილეობდა. როგორც კი შევთანხმდებოდით გაცვლაზე, გია ბარამიძე როგორც პარლამენტის წევრი ჩამოდიოდა ჩვენთან და ესწრებოდა გაცვლას. ანუ მისი ჩართულობა იყო უფრო ფორმალური, ვიდრე რეალური. ამიტომ მას არ შეეძლო ცოდნა ის, რაც განაცხადა. ეს არის განცხადება, არის წმინდა მისი აზრი, მოსაზრება აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან. ჩემი ხედვით არ უნდა იყოს ამაში სისხლის სამართლის არანაირი ბრალი. ეს არის, ну, თქვათ ასე, ადამიანის სისუსტეს ვიტყოდი, რაღაც ისე თქვა, როგორც არ ფიქრობდა ალბათ. მით უმეტეს, როცა ბოდიში მოიხადა, მე მგონი, რომ მართლმსაჯულება ჩემ უფრო უნდა იყოს, გაქვია. მაგრამ ეს ყოველთვის კიდე პოლიტიკოსია. და პოლიტიკოსმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი. ეს ნორმალური არჩევნებში, რაღაცებში ვიღაცა შეახსენებს ამის გარეშე არ მოხდება. როცა ეს ვიჭედით, შვილით ადამიანები გამოყვანდა, მიცვალებულ სვავაზე, მიცვალებული გამოყვანდა, სოციალური გამოყვანდა და ტყვის დახვედა, როგორ შეიძლება ეს არის ქართულის დახვედა. თქვენ თავად როგორ აფასებთ იმ განცხადებას, იმ ინტერვიუს, ალბათ სული ინტერვიუ თუ ნახეთ და კი, ნახეთ, ეს არის ღალატის სამართლის დანაშაული. როგორ არ არის დანაშაული, როგორ არ არის? აბა ეს არის სამშობლოს ღალატი. ცის გვამებს, რომ ადამიანები ხვითავდით ხალხს. და თვითონ ჯერთი სად ნახეს, იმეს ხვითავდით, სად იყო გია ბარამიძე, სად იომა, ჩვენ მე არ მინახია და ამდენ მეომარს მოგვაყენა შეურაცხყოფა. წელიწად და ერთი თვე აკობიდან არ გამოსულა, ამაზად არ დამიძინია და საქმე არ მიჭერმე ნორმალურად და მე ადამიანს დაჭერა არ მიხარია, მე შემოვგარდი პირველად ჩემი რომ მოიხადოს საჯარო ბოდიში მე არავის არ მისურვებს ცხეს შარდობას, მაგრამ თავის დანაშაულზე ყველა უნდა აგოს ფასი. მაგრამ ამ განცხადებით დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები. არც გამიგია არავის განცხადება, ჩვენ მხარეს ვინმე დააფრიტოს და იყო კიდევ კითხვა რომ შევხედივარ თუ არა გია ბარამიძეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. იყო პასუხი უარყოფითი.
დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვები დღეს გენერალურ პროკურატურაში და შეიძლება ითქვას, რომ უკვე გიორგი ბარამიძის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ რამდენიმე ჩვენება უკვე საქმეში დევს, შესაბამისად ჩნდება კითხვები, ეს ნიშნავს და იქნება თუ არა ამის გაგრძელება ის, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიორგი ბარამიძე სწორედ მათ მიერ წარდგენილი ამ ორი მუხლით საბოლოოდ ხელბორკილებს დაადებენ, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ ჩვენ განცხადებები, მათ შორის მიხეილ ყაველაშვილის განცხადება, სადაც ის ამბობდა იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინან რა განცხადება გააკეთა, მისი თქმით ყველა თავის ქმედებაზე და თავის განცხადებაზე აგებს პასუხს და სავარაუდოდ არსებობს მოსაზრება, რომ ეს ერთგვარი დაანონსებაა იმის, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სწორედ მსგავსი გადაწყვეტილება მივიღოთ და ვიხილოთ პროკურატურის მხრიდან. გარდა ამისა, დღევანდელ დღეს შეფასებები მოვისმინეთ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარისგან შალვა პაპუაშვილისგან, რომელიც ამბობდა იმას, რომ გიორგი ბარამიძეს ეს დაუკვეთეს და ამის შემდგომ უკვე ამ დაკვეთის შემდგომ გააკეთა ეს განცხადება და ეს ინტერვიუ, რაც იხილა მაყურებელს. ყველას, ვინც არ უნდა იყოს, ის სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებზე და მათ გამონათქვამებზე. ეს არის ჩემი პასუხი. ამ მიმართულებით ეს ეხება ბარამიძეს. ბარამიძე განსხვავებული არ არის იმ ხელისუფლებისგან, ის არის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინაშე. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ, მაგრამ რაც შეეხება არასამართლებრივ მხარეს, მორალურ მხარეს, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი, რაც თქვა ამ ადამიანმა. ვერ ხედავ შესაბამისი პოლიტიკოსების და NGO-ების და პარტიული აქტივის შესაბამის რეაქციებს. ხო, ამ სამარცხვინო განცხადებაზე არც ერთ მათგანს ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას არავითარი რეაქცია არ ქონია. ბარამიძის ხელით გადასვლენ 90-იან წლებს და აფხაზეთის ომს და იქ დაიწყეს დაბრალება ომის დანაშაულებს. ეს არის კიდე ერთხელ, როდესაც არავინ არ ეკითხება არც ბარამიძეს, არც აი ამ აქტივისტურ პოლიტიკურ ჯგუფებს, არავინ არ ეკითხება რა სიტყვიან, როგორ იტყვიან. ეს ყველაფერი არის გამზადებული, შეფუთული მიზნით მათ, რა უნდა თქვან, როგორ უნდა ვის რა უნდა დააბრალონ. აქ საფიქრალი ის არის, საიდან მოდის ეს დავალება, რატომ ალაპარაკეს ბარამიძეს ის, რაც ილაპარაკა. რაც შეეხება თავად გიორგი ბარამიძეს, მას შეიძლება ითქვას, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ის გამოძიება, რომელიც პროკურატურამ დაიწყო მის წინააღმდეგ და ის ამბობს, რომ ეს არის უბრალოდ ქართული ოცნების პროპაგანდის ნაწილი და მისი თქმით ახლა ასე ცდილობს ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ მის მიერ ნათქვამი სხვა ინტერპრეტაციით გაავრცელოს საზოგადოებაში და მისგან მტერი შექმნას და მოღალატე შექმნას მისი თქმით და ის ამ განცხადებების მიუხედავად არაერთი ახსნის შემდგომ, მათ შორის გამოეხმაურა კიდეც საჯარო პოსტით, სადაც ის ბოდიშსაც კი უხდიდა ვეტერანებს, რომ მისი ნათქვამი განსხვავებული და არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა საზოგადოებაში. ის უარყოფს იმ ბრალდებებს, რასაც ისმენს თუნდაც ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ამბობს იმას, რომ განსხვავებული ინტერპრეტაციით იქნა მისი ინტერვიუ გავრცელებული. ის არ გამორიცხავს იმას, რომ საბოლოოდ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნა ამ საქმეში მიღებული და ასევე არც იმას გამორიცხავს, რომ ქართულმა ოცნებამ რუსეთთან ითანამშრომლოს და სწორედ გადასცეს რუსეთს გიორგი ბარამიძე, სადაც მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით და 5 თვის თავისუფლების აღკვეთა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. კოცური პროპაგანდა რა, კოცური პროპაგანდა რო არ მოიტყუოს და სიტყვა კონტექსტიდან არ ამოგლიზოს, ხო, როცა კი ნამდვილად ვახსენე სიტყვა დახვრეტა, მაგრამ ადამიანი ომში, როცა ოჯახი ყავს ამოწყვეტილი და მეგობარი თუ მამა თუ დედა, ხო, დახვრიტავ, ესვრი, მოკლავ ომში, ხო, სამწუხაროდ ეს ხდება. აი ეს თქვი მე, რომ პირველ პერიოდში განსაკუთრებით ეგეთი ქაოსი იყო, მოხალისეები, მხედრიონის ხვები, აი ეს სიტუაცია იყო, ხო? და ეგ რა დასამალია. ეგ რაშვაშია იმასთან დაკავშირებით, რაც ამას ყუდი მოაბეს, რომ თითქოს მე ვადანაშაულებ ზოგადად საქართველოს ქართულ ჯარს, ქართულ სახელმწიფოს და ეს თითქოს რაღაცნაირად ცუდად დაგვიტრიალდება ჩვენ სადმე. თითქოს ვიღაცები ავიყვანეთ, ვიყვანდით და მე გვერდზე გავყავდა და ხრედით. ესეთი რამე არ მithქვამს, ეს არის ტყუილი, ეს არის ცილისწამება და ეს არის ის რუსული კოცური პროპაგანდა, რომ სწორედ საქართველოს პატრიოტს უნდა ამ მოღალატეებმა უნდა დაუძახონ, რომ შენ ხარ მოღალატე და თურმე მე უნდა, ასე ვთქვათ, ვიმართლო თავი, რომ მოღალატე არა ვარ.
უკვე მეორე დღეა, რაც გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოკითხვები ვეტერანების, გენერალ-მაიორების და შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურა უკვე აგროვებს გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ ჩვენებებს, თუმცა აღსანიშნავია აქვე ისიც, რომ თავად გიორგი ბარამიძე ჯერჯერობით ოფიციალურად გამოკითხვაზე არ არის დაბარებული, ის არ აპირებს პროკურატურაში მისვლას, ის აპირებს, რომ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გასცეს კითხვებს პასუხი.